ხო, ანუ მელიას ბრიფინგით დავიწყებ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად ბატონმა მელიამ და ყველამ პრინციპში კარგად იცის. ჩვენი გუნდის პარტია გახარია საქართველოსთვის პოზიცია არის ძალიან მარტივი და ვიმეორებ ხაზგასმით. ჩვენი პოზიცია იცის ყველა. დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის, კიდევ ერთხელ დიახ, ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის. თუ მაგალითად მიიღო ჩვენმა გუნდმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვეტილება რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს თუ ასეთი რაღაც მოხდა ამას რა თქმა უნდა გაიგებთ ღიად ჩვენგან ზუსტად ისევე ღიად როგორ ღიადაც ამდენი ხანია უკვე თქვენ ყოველდღე აქ დადიხართ და ისმენთ ჩვენგან აბსოლუტურად ღიად ამდენი ხანია ვამბობთ დიახ ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის ეს ერთი მეორე საკითხი ჩვენ ასევე იცით თქვენ უბრალოდ რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვა დაუსვით ოპოზიციურ პარტიებს რომლებიც აცხადებენ რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს ძალიან ლეგიტიმური კითხვა დაუსვით მათთან ბოიკოტის შემდეგ რა გეგმა აქვთ ერთადერთი რაც მათგან მოვისმინეთ მათი გეგმა რაც მოვისმინეთ არის ეს ეგრეთ წოდებული სატელეფონო არჩევნები თქვენს გეღიმებათ ამ საკითხზე. ნუ არ ვიცი სინამდვილეში ეს მათი ამორჩევლის აბუჩა დაგდება თუ დაცინვა თუ რა წარმოდგენა აქვთ ამ ხალხს საკუთარ ამორჩევლზე, მაგრამ ეს უბრალოდ არ არის სერიოზული, ეს არის ადამიანების მათი ამორჩევლის აბუჩა დაგდება, ეს არის დაცინვა, მათ შორის პროტესტის, ამიტომ კეთილინებონ, გამობძანდნენ და თქვან ბოიკოტის შემდეგ ამ ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულად რა გეგმა აქვთ. მაგაზე პასუხი იყო, რომ ბოიკოტი არის თავად პასუხიო. ბოიკოტი მეგობრებო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ბოიკოტი ვერ იქნება მიზანი. მიზანი, ანუ ჩემი მიზანი ბოიკოტიაო, ამას ამბობენ, სერიოზულად ამბობს ამას ვინმე მართლა? ამას ისევ სატელეფონო არჩევნები ჭირდება. და ახლა გადავიდეთ ამას მივხვდით. პროკურატურის დაქვემდებარებაში და მეორე დაზვერვის სამსახური სუსის დაქვემდებარების ქვეშ იქნება. რომ შეეხება ორივე რაც შეეხება ამ საკანონმდებლო ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებას, ნუ სიამოვნებაში მარტივი რაღაც ხდება. ოცნებისთვის ბევრად იმარტივებს ოცნება თავის საქმის, ნუ როცა ვამბობ ოცნებას, რა თქმა უნდა, იგულისხმება ერთი კონკრეტული ადამიანი. იმარტივებენ საქმეს იმის ნაცვლად რომ ბევრი სხვადასხვა უწყება მართოს პარტიამ და პარტიული ინტერესით იმართოს იმარტივებენ ცხოვრებას და რაღაცა ხდება გაერთიანება ისე არ მოხდეს რომ სამბოლოო ჯამში მხოლოდ პარტია დარჩეს ხო როგორც ორგანიზაცია ეს ნახევრად ხურობით ჯერჯერობით სინამდვილეში ხდება ის რომ ხდება გამარტივება ასე ვთქვათ პარტიული მმართველობის როდესაც სხვადასხვა უწყება ერთიანდება ერთი ხელის ქვეშ. ეს ხდება ახლა სიამოვნებაში. დაზვერვის სამსახურის სუსში დაბრუნება ან რამე საფრთხეებში. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს არის აბსოლუტურად პარტიული ინტერესი, ეს მე მგონი არავისთვის უცხო არ არის, რაც შეეხება საფრთხებს, რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხის შემცველი, ამაზე ანალიტიკოსებმაც ძალიან ბევრი ისაუბრეს უკვე. მაგრამ ნუ როდესაც დღეს მართველი პარტია, ეგრეთ წოდებული მართველი პარტიისთვის მხოლოდ საკუთარი პირადი და პარტიული ინტერესია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მაგალითად საქართველოს უსაფრთხოება, მათ რა თქმა უნდა ბუდიში თქვენთან და ფეხებზე კიდიათ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები. იღებენ პარტიულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არის რომ სხვადასხვა უწყება ერთიანდება ერთი ქოლგის ქვეშ, რომ პარტიამ მარტივად მართოს მათ შორის ეს იქნება სუსის მიმართულება, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართულება, დაზვერვის მიმართულება თუ რა. ასევე გითხავთ გირაოს საკითხზე, ვიცით რომ ხაზარში პრინციპში იტანა გირაო, ნაჩვენე პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, მაგალითად გიტა გვარამიას დღეს საქმე პროცესი, თუმცა როგორც ვიცით არაპირებს რომ შეიტანოს. ასევე ვაშენის შემთხვევაში ფიქრობს ანუ შეიტანოს თუ არა, იმიტომ რომ სად უფრო ესე ვთქვათ ეფექტური იქნება ციხეში, საპატრიარქოში თუ ხალხთან ერთადო. აი თქვენი რჩევა რა იქნება მათთვის და რა მოუდინეთ? მე მათ რჩევას ვერ მივცემ მეგობრებო, იმიტომ ეს არის ძალიან ინდივიდების დონეზე მისაღები გადაწყვეტილება. ესეთი გადაწყვეტილებები ადამიანებმა უნდა მიიღონ ინდივიდუალურად საკუთარ თავზე. ეს შემიძლია მხოლოდ თქვა, მე ვერ ვეტყვი ვერავის, ვერ მოუწოდებ, რომ ჯარიმა გადაიხადე ან წადი ციხეში. ეს არ არის
არც ჩემი და არც ნებისმიერი სხვა გარეშეპირის მისაღები გადაწყვეტილება მგონია რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე შემიძლია გითხრათ ჩემი ლოგიკა რა არის, ხო? ანუ ერთი მხრივ ამბობდე მაგალითად რომ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მათი ლოგიკაა, ხო, ზოგიერთის რომ ამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა ლეგიტიმაციის მიცემა არის, ამავე ლოგიკაში მაშინ ვერ ჯდება, თქვათ, ჯარიმის თანხის გადახდა მურუსის სანქცირებული სასამართლოსთვის, ხო, ეს ლოგიკა შეიძლება დაინახოს ვიღაცამ, მაგრამ მე ამაში შეგნებულად არ შევდივარ, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება, მე პირადად რო გითხრათ, რომ გამიხარდება ან მისიამოვნება ოპოზიციონერი ლიდერების დამატებით ციხეში ნახვა, არა რა თქმა უნდა. ასევე გითხავთ 31 მაისიდან ძალში შედის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და ამ საკითხზე დღეს შეხვედრაც არის ანტიკორუფციულ ბიუროში დიპლომატებთან. და თქვენ ხა ანუ ვიცით რომ ეს კანონი შეცვლილი არის და რას ემსახურებოდა ხა ეს შეცვლა და ზოგადად რომ შევაფასოთ 31 მაისიდან. სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქისთვის კარგს არაფერს არ ემსახურებოდა არც ცვლილებები და არც ეს ახალი კანონი. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როდესაც ოცნება გამოდის და გვამადლის საქართველოს მოქალაქეებს, რომ აი მე რაღაცა კანონი გადმოვაკოპირე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში მურუსის სანქცირებული სასამართლო სისტემაა? არა, ხო? შესაბამისად შეიძლება ასეთმა შემსხუდალმა კანონმა იმუშაოს დემოკრატიულად ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა სანდრო გეგუნიანის საქმის მოსამართლე მურუსიძეს აქვს ჩაბარებული? არა, რა თქმა უნდა. ასევე თვის ბოლოდან უნდა მოქმედდეს გრანტების კანონიც და აი იმ შემთხვევაში როდესაც უკვე დონორს მოუწევს ნებართვის აღება მთავრობისგან და ფინანსების ნაწილში ეს რა გავლენას მოახდენს გრანტების გაცემაზე ხო არ შემცირდება გრანტების კანონის თუ გახსოვთ თქვენ საპარლამენტო ჟურნალისტები წანდებით იკავით როცა ვიყავით ყველანი პარლამენტში თუ გახსოვთ გრანტების ცვლილებებზე მოდი დავიწყოთ იმით რომ მთელი ეს პროპაგანდა და ტყუილი რომ თითქოს გრანტების კანონის მიზანი ოცნების მხრიდან არის გამჭვირვალობა არის ტყუილი იმიტომ რომ სამხრივი გამჭვირვალობა არ არსებობს როდესაც შენ ხარ ხელისუფალი და სხვა გამჭვირვალობა საკუთარ თავით უნდა დაიწყო მაშინ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება ციფრებში, მაგრამ რიგით მოქალაქეებამდე არ დადის და ეს იყოფა 20-25 ელიტური კორუფციული ოჯახის ჯიბეში, ასეთ მართლობის პირობებში, ასეთ ხელისუფალს სხვის გამჭვირვალობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ რომ დღეს კორუფცია ოცნებისთვის იქცა მართვის ერთ-ერთ ძირითად მთავარ ბერკეტად. ამიტომ მათ მორალური უფლება არ აქვთ ვიღაცის გამჭვირვალობაზე ელაპარაკონ, დაიწყონ საკუთარი თავის გამჭვირვალობით. თვითონ როგორ გამდიდრდნენ, როდესაც ჩვენ მქონდა მაგალითად წარდგენილი კანონპროექტი, რომ მათი ოჯახის წევრებს მაგალითად აი გვახსოვს შემთხვევა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი როგორ აბრალებდა საკუთარ პენსიონერ მამას, რომ მამამისმა შეიძინა პრივატული თვითმფრინავის რეისი, ნუ ეს ხო აბსურდი, საკუთარ პენსიონერ მამას აბრალებდა ამას. და როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ რომ მშობლების მათ შორის და ოჯახის წევრების რომლებიც არ ცხოვრობენ ფიზიკურად მათთან ერთად ასეთი ნათესავების გამდიდრების ესე ვთქვათ დასაბუთებაც ყოფილიყო სავალდებულო თანამდებობის პირებისთვის ოცნებამ ეს კანონპროექტი თავზე შემოდო იმიტომ რომ საკუთარ თავს ხო არ გამოუთხრის სამარეს ამიტომ ხელისუფალი რომლის მთავარი ბერკეტი მათ შორის არის კორუფცია, სისტემური კორუფცია, ასეთ ხელისუფალს სხვის გამჭვირვალობაზე საუბრის არანაირი მორალური უფლება არ აქვს. და იმ ნაწილში ეს კანონი მიუხედავად ამისა, რომ მორალური უფლება არ აქვს, ამას რა ვთქვათ, ხო, მაინც მიღებულია ეს კანონი, რომ აი გრანტების ნებართვისას მოწევთ თავრობისგან გრანტებთან დაკავშირებით. აი ეს შეამცირებს თუ არა გრანტების რაოდენობას. ხო, არ ვიცი ეს რო გაჩვენებს ამას მე არც ვიცი ზოგადად მეორე მხარე ანუ კონტრმხარე რას აპირებენ დარეგისტრებას არ აპირებენ ამას რა თქმა უნდა დრო გვაჩვენებს მაგრამ ხო ნუ დრო გვაჩვენებს რამე კომენტარს ამაზე არ გავაკეთე. კი ბატონო მაშინ ასევე გითხავთ გულასანიკეთის განცხადებაზე ესეთი რა ნეტო გიცინე რა აი ვიღაცები ჩუმჩუმადო ხელისუფლებასთან კომპრომისებს ასლას აპირებენო და დადიანო ასე ვთქვათ ზოგს უკან ბიზნესთან. აი თქვენ თუმცა არ დაასახელა საკუთარი გამოცდილებით ამბობს ამას. ხუმრობ რა თქმა უნდა. კაი, გიპასუხებ, მითხარი და ამთავრე. ის ანუ არ დაასახელა უმეტოდ სახელმწიფოები, ნუ ცნობილია ისედაც ყველასთვისო. და
და ის თქვენი ესეც საუბარი და იქ გახარიაზე ხო არა, ვინდა ვიცით რომ გახარია ყოფილი ქართული ოცნების წევრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრიც არის. კაი, ცოტა სერიოზულად რო უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას, ზუსტად ეს არის, როდესაც არ აქვთ ოპოზიციონერებს და პარტიებს, რომლებიც ბოიკოტის იქით არაფერს ხედავენ, როდესაც მათ არ აქვთ პასუხი მარტივ ლეგიტიმურ შეკითხვაზე ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ. ამაზე პასუხი როდესაც არ აქვთ, ხან იძახიან რომ ჩავატარებთ სატელეფონო არჩევნებს, აბსურდი. ხან რაღაცა ისვრიან ასეთ ბრალდებებს, ეს არის ზუსტად იმისი დადასტურება, რომ პარტიებს, რომლებიც აცხადებენ ბოიკოტს ამ არჩევნებისთვის, არ აქვთ მარტივ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხი ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ. მართლა რა გახდა საკუთარ მე კი არ უნდა მითხრათ ხალხო ეს პასუხი უნდა გასცეთ საკუთარ ამორჩეულს. ამორჩეულს რომელსაც ეუბნებით, რომ გავდივარ ბოიკოტში, ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ? ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, ბოიკოტი თვითმიზანი ვერ იქნება, ხო? ეს სასაცილო უბრალოდ ამისი თქმა. და იქ ყოველს გასწრებას უნდა ვუბრუნდეთ, აი თქვენი აზრით ოპოზიციაში ესეთი პარტიებიან წევრები, რომლებმაც შეიძლება რომ ესე ზუგს უკან ხელისუფლებასთან მოუგებდნენ რაიმე თემატურად საარჩევნოდ. მაქვს თუ არა ეჭვი რომ ვიღაც შეიძლება ასეთი იყოს? კი, რა თქმა უნდა. არც არასდროს არ გამომიერიც ხავს. და რა შემთხვევებიც ვიცით ხო, მაგალითად მე მახსენდება შემთხვევა ნაცმოძრაობა როგორ დაეხმარა ივანიშვილს ოცნებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არჩევაში წინამოწვევის პარლამენტში, ხომ გახსოვთ ეს შემთხვევა? მე ძალიან კარგად მახსოვს. და იყო ხო მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრები მიყიდა ოცნებას, ხო, გიჩი შემთხვევაში. ანუ ესეთი кейსები, ესეთი შემთხვევები ხო გვახსოვს. გვახსოვს მაგალითად რუსთავის შემთხვევაში ნაცები და ოცნება გარიგდნენ, რომ ჩვენი თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე გადაეყენებინათ, იმიტომ რომ კორუფციული გარიგებები აქვთ სამშენებლო ბიზნესებში. ეს არ არის 1, 2 და 3 შემთხვევა. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი кейსი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, სადაც აი ეს ოპოზიციონერი პარტიები და ოპოზიციური პარტიები გაურიგდნენ ოცნებას, კი, ნამდვილად. და თქვენ ახსენეთ ამას წინათ გეგმაზე, რა გეგმა აქვს და რა მიზანი აქვს ოპოზიციასო. და ინახეთ მაგალითად გუშინ ელენე ხოშტარიამ ფორმულასთან შესაძლოა რამე თქვა, რომ ზოგადად ეს ერთი მრავალრიცხოვანი აქციით გასწვას, ანუ შედეგი არ მოაქვს თუ ესეო და შედეგი მოაქვს თუ აი ძალადობრივი იქნება აქცია, მაგრამ ჩვენ ამისი წინააღმდეგი ვართ. აი თუ ანუ ესე ერთიან აქციებს არ აქვს შედეგი, ნუ ძალადობრივ აქციას აქვს, მაგრამ ოპოზიცია ამის გამოყენებას არ აპირებს. აი მაშინ როგორ უნდა შეცვალოს და რა ბერკეტი არის ოპოზიციის ხელში, რომ ანუ მე მისვამთ იმ კითხვას, რომელ კითხვასაც მე ვუსვამ აქეთ ოპოზიციას? სერიოზულად? კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე კი. კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ თავიდან ბოლომდე და მე მგონი ამოვწურა, ხო? ჩვენ არაერთხელ გითქვამს, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ხო? ჩვენი პარტია არ არის რევოლუციონერი პარტია. ხა ვინმე თუ აქვს აი ამისი შნო და რესურსი, რომ იქ რაღაცა შტურმები მოაწყოს და რევოლუციები თქვან. იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას, რომ ბოიკოტის შემთხვევა, ბოიკოტის შემდეგ, აი რომ გამოდიხართ და ამბობთ, ხო, სამი პარტია, ხო, ანუ 4-იანი, 5-იანი და 9-იანი, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ გავდივარ ბოიკოტში. ვსვამთ მარტივ ლეგიტიმურ შეკითხვას, ხო, ეს თავდასხმა კი არ არის. უბრალოდ ხო მაქვს უფლება მეც როგორც ამ პოლიტიკური ესე ვთქვათ establishment-ის და პოლიტიკური პროცესის მონაწილეს ხო მაქვს უფლება რომ ეს კითხვები დავსვა, ხო? და მე ვთვლი რომ ისინი ვალდებულები არიან არა ჩემ წინაშე, არამედ საკუთარი ამორჩევლის წინაშე, რომ გასცენ პასუხი ამ კითხვას, რომ როდესაც საკუთარ ამორჩეულს ეუბნებიან ეს პარტიები, რომ გავდივარ ბოიკოტში. ჩდება კითხვა, კი ბატონო, არსებობს ბოიკოტი როგორც ინსტრუმენტი, არსებობს, მაგრამ ხო მიზანი არის მთავარი, ანუ მიზანს როგორ ვახცევთ. ბოიკოტში რომ ამბობ რომ ბოიკოტში გადიხარ. რას აკეთებ? შემდეგ, გეგმა რა არის? და ამაზე პასუხად მხოლოდ ის რო აქვთ, რომ სატელეფონო არჩევნებს ვატარებ, ჩემთვის პირადად ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ. და ატყუებენ საკუთარ ამორჩეულს. ქალბატონ ელენეზე არ ვიცი, არ მაქვს შეფასება, ნუ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს არ ვიცი. კარგი და მაშინ კითხავს ევროკომისიის ანგარიში გამოხდა ეკონომიკური მიმართულებით და სადაც ჩვენს ვახდა საუბარია რომ
ქვეყანაში ან კი არის ზრდა 9.4%, თუმცა 25-26 წლებში მოსაოდნელია ზრდის შენელება, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ დარჩება მყარი 5-6%-იანი მაჩვენებელია. და ზოგადად რომ შევაფასოთ ეს ევროკომისიის განცხადება. ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, შემდეგს კი საქართველოში ციფრებში ნამდვილად ფიქსირდება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ფაქტი. მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ ეკონომიკური შედეგის ბენეფიტები, ანუ სარგებელი საქართველოს რიგით მოქალაქეებამდე არ დადის. საქართველოს რიგით მოქალაქეებამდე მაგალითად დადის ის, რომ გაგვიძვირდა ფასები. გაგვიძვირდა პროდუქტის ფასები, მაღაზიაში ხო დავდივართ ყველანი ყოველდღე. გაგვიძვირდა მომსახურების ფასები, ყველაფრის ფასი გაძვირდა, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება გაძვირდა და საქართველოს რიგითი მოქალაქე იძულებულია, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც გაუშვას ემიგრაციაში ან ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ასევე ფაქტი არის, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად უკიდეგანოდ გამდიდრდა 20-25 ელიტური ოჯახი ამ ქვეყანაში. ესეც არის ფაქტი. ეს არის ჩემი კომენტარი.